მესამე ოლქის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნიაზ ბოლქვაძე დღეს 26 მაისის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. სანიაღვრე არხებისა და კანალიზაციის სისტემის მოწესრიგება ის საკითხებია, რომელთა მოგვარებაში დახმარება ადგილობრივებმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს თხოვეს. ნიაზ ბოლქვაძემ მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა და პრიორიტეტები გააცნო, ყურადღება უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაზე გაამახვილა და გამარჯვების შემთხვევაში მათ პრობლემების მოგვარებას დაპირდა. ის მთავარი პრობლემა არის, რომ გაკეთეს ეს წყალი გასავალი, იგი კანალიზაცია რაც არის, რომ წბორი არ დადგეს და ხალხმა იაროს მშრალად. სამწუხარო რა ესეთი წარმოდგენა მრჩება მოსახლეობასთან შეხვედრისას, რომ აი დღემდე ხელისუფლებას აი ჭავჭავაძის ქუჩის აქეთ საერთოდ არ ახსოვდა ჩვენი მოსახლეობა. მე საკრებულოში როდესაც ვიქნებით, აუცილებლად იმ პრობლემებს რაც აწუხებს ჩვენს მოსახლეობას, აუცილებლად ჩვენ ვიზრუნებთ მის განსახორციელებლად დასაკმაყოფილებლად. აირჩია ცვლილებები არასაპარლამენტო ოპოზიცია ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს. ტაბიძის ქუჩის მცხოვრებლებს დღეს პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ძიძიგური შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. ადგილობრივთა განმარტებით დასახლებაში წლებია ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია, ოჯახების უმრავლესობა კი დასაქმებასა და სოციალურ-ეკონომიკურ